აზორ კვარაცხელია სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპი დასრულდა. მხარეებმა უკვე დავასრულეთ დასკვნითი სიტყვის ეტაპი, ასევე რეპლიკებით წარდგექით მოსამართლის წინაშე. რაც შეეხება მომდევნო პროცესს, უკვე მოსამართლე ჯვებენ აჭყებია საბოლოო სიტყვაზე გადადო საქმე და განაჩენი გამოცხადდება 2025 წლის 18 ივლის 11-ის ნახევარზე. რაც შეეხება დაცვის ხარის დასკვნით სიტყვას, ჩვენ დეტალურად მიმოვიხილეთ და დეტალურად შევაფასეთ ბრალდების ხარის მიერ წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული მტკიცებულებები, რომელიც ვერ ქმნის გონივრულ ეჭვმიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება პოლიციაზე თავდასხმა ჩაიდინა ნამდვილად აზორ კვარაცხელიას. ერთადერთი თითქოს და პირდაპირ მტკიცებულება, რაც პირველ ეტაპზევე ქონდა ბრალდების ხარის წარმოდგენილი და უკვე შემდგომ არსებითი განხილვის ეტაპზე გამოიკვლია, ეს იყო ექსპერტიზის დასკვნა, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტი ბრალდების ხარის მიერ დასმული კითხვის ფარგლებში უთითებდა იმას, რომ ვიდეოში გამოსახული პიროვნება, რომელიც არ ჩანს რეალურად და უკეთია პირის ნიღაბი, ნამდვილად არის აზორ კვარაცხელია, თუმცა საექსპერტო კვლევაში არ უთითებს არანაირ მაიდენტიფიცირებელ ნიშანზე. რომლის შესაბამისადაც ჩვენ დავნიშნეთ ბუნებრივია ალტერნატიული ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში და უკვე ჩვენი კითხვის ფარგლებში იგივე ვიდეოზე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტმა თქვა, რომ აქ იდენტიფიცირებადია პირი ვიდეოში და ეს არის ნამდვილად აზორ კვარაცხელია, იგივე ვიდეოზე სამხარაულის ექსპერტმა ჩვენი კითხვის ფარგლებში აღნიშნა, რომ ვიდეო ჩანაწერი იდენტიფიკაციისთვის არის უარგისი. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ აღნიშნული ორი დასკვნა არის ერთმანეთის გამომრიცხავი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევაში ფიქსირდება არაერთი წინააღმდეგობა და არაერთი უზუსტობა და მათ მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში ექსპერტმა ისეთი გარემოებები დაამატა პროცესზე იდენტიფიცირების მიზნით, რომ ასეთი გარემოებები შეტანილი არ აქვს საექსპერტო კვლევაში. შესაბამისად, როდესაც მან აღნიშნა, რომ პირის იდენტიფიცირება მოახდინა კონკრეტული ნიშნებით, ეს ნიშნები დაასახელა მხოლოდ პროცესზე. არც ერთი იდენტიფიცირების ნიშანი არ აღუწერია კვლევაში, შესაბამისად, გარდა იმისა, რომ საექსპერტო კვლევაში არასრულყოფილად არის ასახული მთელი რიგი ინფორმაცია, ამავდროულად იგი წინააღმდეგობაში მოდის ლევან სამხარაულის ბიუროს საექსპერტო დასკვნასთან, შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა, რაც ბრალდების ხარიმ წარადგინა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, არ არის უტყუარი, არ არის დამაჯერებელი, ხოლო ამის საფრთხოვნად ჩვენს მიერ წარმოდგენილი დასკვნის ფარგლებში დაკითხულმა ექსპერტმა ყველა კრიტიკულ კითხვას გასცა პასუხი, რაც არ არის მოკლებული უტყუარობას და დამაჯერებლობას, შესაბამისად მოსამართლემ უნდა გაიზიაროს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და ამ ფარგლებში ბუნებრივია ვერ იარსებებს ვერანაირი პირდაპირ მტკიცებულება, რომ ნიღბიანი ადამიანი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილის მსგავს საგანს ისვრის, არის აზორ კვარაცხელია. ეს ვერანაირად ვერ იქნება აზორ კვარაცხელია, ვინაიდან ვიდეო ჩანაწერი არ არის ვარგისი პიროვნების საიდენტიფიკაციო.